შეგვიძლია წარუდგინოთ ჩვენი სტუმარი. რა თქმა უნდა, ბატონი გუზარ ბოლქვაძე, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, შორეული ნავსნობის კაპიტანი, მობრძანდით თუ შეიძლება და ასევე გიორგი ღოღობერიძე, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის საზღვაო ნავიგაციის პროგრამის სტუდენტი. სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე ასევე. გილოცავთ დღევანდელ დღეს მსოფლიო საზღვაო დღე და კიდევ ერთხელ საუბრობთ ამ ძალიან ნიშანდობლივ პროფესიაზე. მოდით თქვენგან დავიწყოთ ბატონო ნუგზარ. თავად რატომ გააკეთეთ არჩევანი ამ პროფესიაზე? მოგვიყევით, არ ვიცი, ეს იყო ოჯახის წევრების რჩევით თუ თქვენი პირადი არჩევანი იყო და შემდგომ უკვე მივიდეთ იმ მნიშვნელოვან თემამდე, რასაც ქვია კაპიტნობა და აი ამხელა ვალდებულების და პასუხისმგებლობის ჩაბარება და აღება საკუთარ თავზე. Აქტიურად მადლობა მოწვევისათვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მოგესალმებით ყოველ თქვენთაგანს. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, ბავშვობიდანვე მიტაცებდა ზღვა და ის სიძნელეები და რომანტიკა, რაც ზღვასთან იყო დაკავშირებული გემთან, რა თქმა უნდა, კინოფილმებიდან გამომდინარე, ზოგადად და ამავდროულად ლიდერობასთან, სიძლიერესთან დაკავშირებით, რაღაც სიძნელეების გადალახვასთან დაკავშირებით, გარდა ამისა ქვეყნების მონახულობასთან დაკავშირებით, აი მაშინ მე ვარ 90-იანების, ასე ვთქვათ, ჩემი სტუდენტობა შედგა 90-იან წლებში. ეს იყო ძალიან გაუსაზლისი წლები, მაგრამ მიუხედავად იმ სირთულეებისა, ერთი წუთით, ერთი წამი არ ყოფილა ჩემ ცხოვრებაში, რომ სადღაც პაუზა გაკეთებულიყო, იმასთან დაკავშირებით მიზანს მივაღწევდი თუ არა. მაინც მჯეროდა, რომ აუცილებლად გავხდებოდი კაპიტანი, მიუხედავად იმისა, თუ რა რეალობა იყო ზოგადად იმ დროს ჩვენს ქვეყანაში, მით უმეტეს ჩვენს სექტორში. ერთ ძველ რომანში ამოვიკითხე ასეთი რამდენიმე წინადადება, სადაც ბჭობენ გმირები და ერთ-ერთი ამბობს, რომ ანუ რა საჭიროა კაპიტანიო, მაინც ყველა ჩვენ საქმეს ვაკეთებთ და მე ფორს მაჟორი ჩნდება რაღაც. გრიგალი მთელი ამბავი და მე მეორე პერსონაჟი ეუბნება, რომ კარგი კაპიტანის შემთხვევაში რა თქმა უნდა ყველა თავის საქმეს ისედაც აკეთებსო, მაგრამ ზუსტად ამ ფორს მაჟორის 1 საათის გამოა მე თმა რო უთეთდება და შემდეგ აი ამის გამო არსებობენ ისინი, რომ მთელი ასე ვთქვათ ძალისხმევა საკუთარ თავზე აიღონ. ამას თუ ეთანხმები და თუ მომხდარ ხართ მსგავს სიტუაციაში, სადაც ყველაფერი თქვენზე იყო დამოკიდებული. რა თქმა უნდა, კაპიტანი არის, მოდი ჯერ განსაზღვროთ პასუხისგებლობა თუ სად გადის კაპიტნისა. მეზღვაურის თქვენს გადაცემაში ადრე ვიყავი და მეზღვაურის შეფასება კარგად ჩანს კინოფილმ ფელსვებში. აღარ გავიმეორებ იმ შეფასებას, როგორც პასუხისგებლობასთან დაკავშირებით, სიძნელესთან დაკავშირებით. კაპიტნის პასუხისგებლობას მე აი მიხეილ ჯავახიშვილის სიტყვებით აღწერდი, რომელიც მას არსენ ამარაბდელს შეებს გამოყენებული, რა თქმა უნდა, არსენ ამარაბდელი ზღვას არ ეხება და არც კაპიტნობას, მაგრამ იქ ასეთი ფრაზა აქვს მიხეილ ჯავახიშვილის ნახსენები. ვალს, ანუ პასუხისგებლობას ვინც კისრულობს, ის ზურგზე რკინის კლდეს იკიდებს, ხოლო ვინც არ კისრულობს, ის ქურციკივით დახტისო. აი განსხვავება ამაშია, რომ კაპიტანს მართლაც რკინის კლდე აქვს მოკიდებული, ვინაიდან ის ვალდებულია დაიცვას ადამიანთა სიცოცხლე. ანუ ეკიპაჟის უსაფრთხოება, გემის უსაფრთხოება, ტვირთის უსაფრთხოება და ძალიან უამრავი რამ არის, რისთვისაც აი როგორც თქვენ ახსენეთ, თმების გათეთრება, ზოგს ადრეულ ასაკში და ასე შემდეგ, თუმცა აქაც არის რა თქმა უნდა იმ თვისებების გამომუშავება, რომელმაც კაპიტანს უნდა მისცეს ის ძალა, ენერგია, განწყობა, ცოდნა, პროფესიონალიზმი, რათა შეძლოს გაუმკლავდეს იმ ყველა გამოწვევას, რაც ზღვაში არსებობს, იარსებებს ყოველთვის. ჩვენ ვიცით, ფლოტი ძალიან ჭრელია და ეს სიზნელები ყოველთვის საშიშროება ნებისმიერ დროს შეიძლება. ეს გამოცდილებასთან ერთად მოდის ამუნარების, ასე ვთქვათ, გამომუშავება თუ თავიდანვე რაღაც ჩანასახში ოდნავ მაინც უნდა გაგაჩნდეს ადამიანს. თუ მძიმე შრომით შეიძლება მივიღოთ. იცით რა, კარგი შეკითხვაა. მოდი მე ასე განსაზღვრავ. პირველ რიგში იმისათვის, რომ იყო კარგი პროფესიონალი, საჭიროა კარგი თეორიის ცოდნა. აი როგორც ლეონარდო და ვინცი აქვს ნათქვამი, რომ თუ კარგი თეორია არ აქვს ადამიანს, ის ემსგავსება იმ მესაჭეს, რომელმაც არ იცის საით მიდის და ქარი საიდანაც მოუბერავს, აი იქეთკენ გადაიხრებაო. შესაბამისად და ამბობს ლეონარდო, რომ კარგ თეორიაზე უნდა იყოს დაფუძნებული ყოველი პრაქტიკაო. თუ ჩვენ არ ვიცით თეორია, მაშინ პრაქტიკას ფაქტიურად ჩვენ სწორად ვერ განმახორციელებთ. შესაბამისად, უნდა ვიცოდეთ კარგი თეორია. თეორია არის იმ პროცედურების ცოდნა, იმ
კონვენციების, მოთხოვნების, ინსტრუქციების და ასე შემდეგ, რის საფუძველზეც ჩვენ ფაქტურად უნდა დავიწყოთ ეს პრაქტიკა. რაც შეეხება უნარებს, ეს რა თქმა უნდა დამოკიდებული არის კონკრეტულ პიროვნებაზე, ზოგიერთ პიროვნებას ეს უნარები გააჩნია თავიდანვე, ბავშვობიდანვე და შესაბამისად დაბადებული. შესაბამისად, ხო, იმიტომ რომ ზოგიერთ შეიძლება გაუჭირდეს შემდგომში თუ ეს უნარები დასაწყისით თავიდანვე არ აქვს გამომუშავებული. ამიტომ მან უნდა შეეცადოს ამ უნარების, რა თქმა უნდა, გაუმჯობესებაზე. გიორგისაც ვკითხოთ, საინტერესოა სასწავლებელში ამ მიმართულებით თუ საუბრობთ, წინასწარმსაუბა ემოციური ამ ძალიან გრძელი გზისთვის, რომელიც სავსეა ბევრი გამოწვევით, ბევრი კრიზისული პერიოდით და რაც მთავარია, იქ ხვდებათ აბსოლუტური ეკლექტიკა, სადაც სრულიად უცხო ადამიანები, უცხო ენაზე მოსაუბრი ადამიანები ხვდებიან და მათთან უნდა ადაპტირდეთ. მოგვიყევით წინასწარმოებების მოგესალმებით თქვენს მაყურებელს, მილოცავ დღევანდელ დღეს, მსოფლიო საზღვაო დღეს. და მოკლედ რომ თქვა, ეს ყველაფერი რაც ბატონმა ნუგზარმა უკვე აღნიშნა, თავიდანვე პირველი კურსიდან სტუდენტები ვიწყებთ იმისთვის მზადებას, თუ რა გვიწევს სამომავლოდ, რასთან მოგვიწევს შერკინება, რა დავალებები გვექნება გემზე. ეს ყველაფერი თეორიულად ძალიან მარტივად შეიძლება, იმიტომ რომ თეორიულად რაღაცას ვსწავლობთ, მაგრამ როდესაც უკვე დრო მოვა პრაქტიკის, რაღაცებში ხვდებით, რომ არ ყოფილვართ ისეთი ძლიერი, როგორც გვეგონა ჩვენ. ვფიქრობ, ყველაზე კარგი ვარიანტია ბატონი ნუგზარ დამთანხმება პირველი კურსიდან შემზადება იმის პრაქტიკულად თუ რა შეიძლება მოხდეს სამომავლოდ გემზე, რომ სტუდენტი უფრო თავდაჯერებული იყოს და თავდაჯერებულად წავიდეს უკვე სამომავლოდ გემზე. მე მეოთხე კურსის სტუდენტი ვარ, უკვე ვამთავრებ და დიდი ალბათობით მომავალ ამ წელს უკვე შორეულ ოსნობაში აღვნიშნავ და აი სწავლის პროცესზე მოგვიყევით, საინტერესო მოდელირებული გაკვეთილებიც თუ გაქვთ. კი ბატონო, ეგ ყველაზე საინტერესო არის ალბათ ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში. როდესაც ერთ დღეს მაგალითად თეორიულად განვიხილავთ ნებისმიერ საქმეს, ამის შემდგომ მოდის რა თქმა უნდა მეორე დღეს პრაქტიკული, იმიტომ რომ ეს ისეთი სფეროა პრაქტიკის გარეშე თეორიას მართლა არანაირი კავშირი არ აქვს არაფერთან. და რაც შეეხება ეგეთ ლექციებს, რაც აღნიშნეთ, ძირითადად ვაძლიერებთ იმ ხარეს, რომ სტუდენტი იყოს კავშირში უშუალოდ იმ ტრენინგებზე, რომელიც ზუსტად მოუწევს მას, რომ გაიაროს მომავალ შორეულ ოსნობაში. ისიც ნიშანდობლივია, რამდენიმე განხრა აქვს, ხომ, ამ საზღვაო პროფესიებს. არ ვიცი, ზოგს კაპიტნობა უნდა, ზოგს საერთოდ სხვა მიმართულებით უნდა სწავლა. პროგრამებზე გვიამბეთ ბატონო ნუგზარ, რას აძლევს თქვენი უნივერსიტეტი ახალ თაობას, რის საშუალებას? დიახ, გასულ წელს ჩვენ სასწავლებელში გადახალისდა ფაქტურად პროგრამების სილაბუსები, დაიხვეწა, სასწავლებელმა გაიარა აკრედიტაცია და ამ პროგრამებით უკვე ფაქტურად დავიწყეთ უკვე ახალი პროგრამებით სწავლება. ამასთანავე დაემატა ჩვენ სასწავლებელს ახალი პერსონალი, ძალიან კარგი გამოცდილი კადრები მოიზიდა სასწავლებელმა შესაბამისი ანაზღაურებით და პროგრესი უკვე იგრძნობა, რა თქმა უნდა, ბევრი რამაა გასაკეთებელი, ვინაიდან გავითვალისწინებთ წარსულს თუ რა მდგომარეობა იყო ზოგადად საზღვაო სექტორში და არც ახლა გვაქვს ძალიან კარგი სახარბელი მდგომარეობა, მაგრამ პროგრესი კარგია. აი მაგალითად თუ გავითვალისწინებთ გასულ წელს და წლევანდელ წელს შევადარებ კურსანტების დაინტერესება გაიზარდა. აი სასწავლებელი ნაბიჯი გადადგა ის, ვინც უფრო გაამკაცრა სწავლების პროცესი და კურსანტები, რომლებმაც ვერ შეძლეს გასულ წელს ჩავარება სასწავლებელმა, მათ აი კონკრეტულ საგანში, რომელსაც მე ვასწავლე, უფასოდ ფაქტურად მისცა შესაძლებლობა კიდე ამ საგნის ხელმოწ შესავლისა და ეხლა წელს არის ძალიან დიდი დაინტერესება, უამრავი კურსანტი დადის და ფაქტურად მე მიხარია, რომ ისინი მალე თავიანთ თავს წარმოაჩენენ. ეს მაგალითებიც ვიცი. არ ვიცი რამდენად რეალურია, ხო თქვენ უკეთეთ ბატონო ნუგზარ, როცა ადამიანები გარკვეულ თანხას იხდიდნენ იმისთვის, რომ გაიკეთებინათ სპეციფიკური საბუთები, გაივლიდნენ მაქსიმუმ ორთვიან კონსულტაციას რომელიღაც სათუო რეპუტაციის მქონე სასწავლებლებში და მიდიოდნენ გემზე. რამდენად არის ამის პრაქტიკა აღმოიფხვრა თუ არა ეს, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სარისკო და სავალალო შედეგებს იძლევა საბოლოოდ. თქვენ ძალიან სენსიტიურ თემას შეეხეთ. ეს თემა მართლაც დღის წესრიგში დასაყენებელი არის, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ბათუმი პატარა ქალაქია, ყველაფერი იცის, ყველას იცნობს და კულუარებში ფაქტურად ამაზე არის საუბარი.
თუმცა ამას საზღვაო სააგენტომ უნდა მიაქციოს ყურადღება პრევენციის დონეზე შემდგომი ასე ვთქვათ ქართული მეზღვაურებისათვის საქმის შემდგომი გაფუჭების აცილების მიზნით და რატო შედეგი უარყოფითი შედეგი უცებ არ დგება აი მაგალითად ჩვენ გვაქვს ცუდი გამოცდილება, როდესაც 2010 წელს საქართველოს შევიდა შავ სიაში, რომელსაც ძალიან ხანგრძლივი მუშაობა დაჭირდა იმისათვის, რომ ქართულ მეზღვაურებს მისცემოდათ კვლავ თეთრ სიაში შესვლის, ასე ვთქვათ, უფლება. მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ 1-2 წინა 2 წელი და 3 წლის განმავლობაში. ეს წლების განმავლობაში დაგროვილი ნეგატივი იყო, რომელმაც ასე ვთქვათ, დააყენა საერთაშორისო ორგანიზაციის წინაშე, ამ შემთხვევაში EMSA-ს წინაშე დადგა საკითხი, რომ ფაქტურად ჩვენ შავსიაში ნაუმოჩვით მაშინ. შესაბამისად, ეს არის ყოველდღიური საზრუნავი, ამიტომ ამის მიმართულებით უნდა გადადგმული იქნას ქმედითი უნარები, ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას და არა მარტო ამ მიმართულებით. Ფაქტურად საზღვაო სექტორში უამრავი პრობლემა არის. უამრავი, რომელიც გარედან არ ჩანს, მაგრამ ჩვენ სპეციალისტებმა ეს ვინც ახლოსაც შეხედული ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგალითად, ერთ-ერთი პრობლემა, ძირდი პრობლემა, უამრავ პრობლემათაგან არის MLC კონვენციის საკითხი, ანუ საერთაშორისო საზღვაო შრომის კონვენციის საკითხი, რომლის რატიფიცირება გასულ წელს უკვე მთლიანად იქნა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ ერთ-ერთი უკანასკნელი ქვეყანა ვიყავით, ვინც რატიფიცირება მოახდინა ამ კონვენციის, მაგრამ შობს გვიან ვიდრე არასდროს, მაგრამ მხოლოდ კანონის მიღება, მხოლოდ შიდა კანონის მიღება, მხოლოდ ეს გამოსავალი პანაცეა არა, ამისათვის საჭირო არის ქმედითი უნარები, ქმედითი მოქმედებების გადადგმა. ეს მე ვსარგებლობ კონვენცია, როგორც აი მე მინდა თქვენი ეთერით ვისარგებლო და სწორედ თქვა ამის შესახებ, იმიტომ რომ მე ძალიან ახლო შეხება მაქვს მეზღვაურებთან და ვიცი მეზღვაურთა გულის ტკივილი აი თვითონ კურსანტებსაც რომ უჭერთ თავიანთი ასე ვთქვათ დაფიქსირება იმ პრობლემებისა, რომლებმაც იციან ეს თავიანთი მეგობრებიდან, ოჯახის წევრებიდან, მეზღვაურებიდან და ასე შემდეგ. და მეზღვაურები მით უმეტეს ჩვენ ისეთი ხალხი ვართ, რომ ამ პრობლემებს თავს არ ვახვევთ სხვებს. ამიტომ მეზღვაურები საუბრობენ ერთმანეთში. ასე ვთქვათ. და მნიშვნელოვანია ღიადი საუბრონ ამაზე. და აქ არის ბევრი პრობლემა. აი ეს თქვენ რაც ახსენეთ, ხო? აი კონვენცია გულისხმობს მეზღვაურთა უფლებების დაცვას. როდესაც მეზღვაურთა უფლებების დაცვაზე არის საუბარი, ბევრი ქართველი მეზღვაური ხდება ისეთ განსასწრებში გემზე ყოფნის დროს, რომ თავისი კონტრაქტის პირობები ირღვევა. შესაბამისად, უბრალოდ შეიძლება გაგიკვირდეთ ისეთ მდგომარეობებთან გვაქვს საქმე, მე ძალიან კარგად ვიცი, იმიტომ რომ კონტრაქტი ისე არ გავა, რომ პირადად მე არ მომწეროს რამდენიმე მეზღვაურმა დახმარების შესახებ. აი მაგალითად ჯანმრთელობის საკითხთან სიცოცხლის საფრთხის ეხება, როდესაც მეზღვაური ავადაა გემზე აი თირკმელში კენჭები დაიშალა ასე შემდეგ როცა გემთლობელი ასე ვთქვათ არ მეყავთ საავადმყოფოში კიდე რთულდება სიტუაცია და გამოსავალს ვერ ყოველობს ელემენტარულად მეზღვაურმა არ იცის ვის მიმართოს დასახმარებლად და კიდევ ერთი სპეციფიკური რამ არის და დღეს გადაცემის მეორე ნაწილში ცალად ვისაუბრებთ ამ თემაზე მენტალური ძალადობის მსხვერპლნი არიან ხშირ აი მენტალური ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან განსაკუთრებით ისინი ვინც დაბალ პოზიციაზე არიან და ახლა იდგამენ ფეხს ამ სფეროში და ხშირად იმაზე მეტი საქმის გაკეთება უწევთ ვიდრე ევალებათ და გამომდინარე იქიდან შეიძლება იყოს ვიღაცა ბულერი ფსიქოლოგიურად მოძალადდეს სარგებლობდეს მისი მოწყვლადი ბუნებით და ზეწოლას ახდენდეს ასეთ შემთხვევაში ვინ იცავს რა თქმა უნდა ესეც არის სწორედ ესეც შედის სწორედ ამ საკითხში რასაც ქვია მეზღვაურთა უფლებების დაცვა რა თქმა უნდა არის კომპანიების ნაწილი განსხვავებული არის ფლოტი არის ჭრელი არის მაღალ განვითარებული კარგი კომპანიები კარგი ასე ვთქვათ მენეჯმენტი გემებზე მაგრამ არის ძალიან დაბალი არაცივილური ფლოტი სადაც ისეთ ამბებს ყვებიან მეზღვაურები რომ დღეს ამ 21 საუკუნეში თუ ასეთ პირობებში შეუძლია მეზღვაურთა ყოფნა გაიკვირდებოდა სტივენ კინგი კარგ წიგნს დაწერა თქვენ რაც ბულინგის მომენტები ეს არის და ყოფილა შემთხვევები ვიცი მე ბევრი შემთხვევა ჩემთვის მოუმართავთ მეზღვაურებს მე ინსტრუქტაჟი მიმიცია მათთვის დაახმარებულ ვარ ეს არ არის ერთსაათიანი პროცესი ეს აი დღეების განმავლობაში იმიტომ რომ ამის და ეს
პირველ რიგში ამისთვის რაღაცა. პირველ რიგში საჭირო არის კარგი გათვისნობიერება მეზღვაურებისა. Რა თქმა უნდა, ის რომ სასწავლებელში უკვე დაიწყო აქტიურად ამაზე საუბარი, სწავლება, უბრალოდ სილაბუსი არის, პროგრამა არის ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს მხოლოდ გამოსავალი არა, ვინაიდან მოქმედი მეზღვაურებისათვის საჭიროა მიზნობრივ ჯგუფებთან შეხვედრა ხშირი ამ ჩვენი კანონის რატიფიცირების შემდგომ, შრომის კოდექსის მიღების შემდეგ და საჭიროა ამ თემებზე აქტიური საუბარი, საჭიროა მეზღვაურების პრობლემების მოსმენა, კონკრეტული кейსების გამოვლინება, შესაბამისად რა იყო, რა პრობლემები იყო. რომელი უწყება აგებს ამაზე პასუხს? საინტერესოა ბატონო ნუგზარ, ეს არის კონკრეტულად ის კომპანია, რომელიც უშვებს ამ ადამიანებს და მას აქვს ამ კონვენციაზე ხელი მოწერილი, ალბათ სასურველია და თავისი იურისტები იცავენ ამ ადამიანებს თუ მივდივართ უფრო მაღალ უწყებებთან ის კომპეტენციაში შედის. პირველ რიგში ამის მედროშე უნდა იყოს საქართველოს საზღვაო სააგენტო. საქართველოს საზღვაო სააგენტო გემებზე ეგრეთ წოდებული compliant contact details საჩივრის შემთხვევაში საკონტაქტო დეტალები ჩამონათვალში ქართველი მეზღვაურებისთვის არის საქართველოს საზღვაო სააგენტოს დეტალები. ბევრმა მეზღვაურმა არც კი იცის ის ფურცელი თუ დევს იქ და თუ ის არა იქ, არც კი იცის თუ ვის დაუკავშირდეს, დახმარება ვის თხოვოს. მიიღებენ კი დახმარებას. არის შემთხვევები, როდესაც ამბობენ, რომ აზრი არ აქვს მიმართვას. ანუ ეს პროცესი უნდა გაცოცხლდეს. უფრო აქტიური უნდა გახდეს როგორც მეზღვაურები თავისი პრობლემების წარმოჩენით, ასევე იმ პრევენციებისათვის, ვინაიდან ძალიან ბევრი ფაქტია, უამრავი ფაქტია. ანუ ლაპარაკი არის ინფორმირებულობაზე და შემდეგ პრეცედენტზე რომ უნდა მოხდეს. მეზღვაურთა გათვისნობიერება, განსწავლობა ამ საკითხებთან დაკავშირებით, კარგად და სწორად იცოდნენ რა არის მათი მოვალეობები და სად არის სად გადის ზღვარი, მათი უფლებების სად ირღვევა. იმიტომ რომ ბევრმა პირიქით, როდესაც არ იცის და ცოტა თანამია, შეიძლება დისციპლინარულ დარღვევებთან მქონდეს საქმე, ამიტომ მან უნდა გამიჯნოს, რომ რა არის დისციპლინარული დარღვევა და სად თავდება თავისი უფლება. აი ეს ყველაფერი. გიორგი, რომელ კურსზე გაიცანი ამ კონვენციას საინტერესოა და იცი უფლებები შენი ზღვარი, შენი თავისუფლების? დაიწყო ამასთან მჭიდრო კავშირი ამ კონვენციებთან მესამეზეც რა თქმა უნდა მეოთხეზე უკვე სრულად ჩამოყალიბდა ეს ყველაფერი ჩანაწერებით და უკვე ვფიქრობ რომ ის რაც იქნება მზადვარ იმისთვის რომ ჩემი უფლებები იყოს დაცული ყოველ შემთხვევაში. აი გულწრფელად მაინტერესებს გიორგი არის ახალი თაობის წარმომადგენელი ხო, ეგრეთ წოდებული ჯენზის წარმომადგენელი. თქვენს თაობაში სუდ ტონად ითვლება და ისევ უხერხულია იმაზე საუბარი, როცა ბულინგის მსხვერპლი ხართ, ეს იქნება ემოციური ან ფიზიკური ბულინგი. თუ თავად არ ყოფილხარ და იმედი არ ყოფილხარ, ხო შენი მეგობრების მაგალითზე რომ შევაფასოთ, იმიტომ რომ ახლა იმას ვსაუბრობდით, რომ შეიძლება იცოდეს ადამიანმა თავისი უფლებები და კომპანიას მზად იყოს დასახმარებლად, მაგრამ უბრალოდ არ საუბრობდეს ამაზე. ვფიქრობ ეს უკვე ადამიანზე არის დამოკიდებული, როგორ შეიძლება რაღაცა გაწუხებდეს და ამასთან 90 წლებში ხმა პატრი გაწყვეტნებ, როცა ბაქტოენ ნუგზარი თავის ახალ გოძდობას იხსენებ და მაშინ ამაზე ღიად რა თქმა უნდა არ საუბრობდნენ, იმიტომ რომ ეს რაღაც სისუსტის გამოხატულება იქნება. ბატონო, საერთოდ არ ვიცი ნამდვილად მართლა 90-იანებში როგორც იყო, მაგრამ ეს ჩემი თაობა რაც მოდივართ, ვფიქრობ რაც გვაწუხობს მაქსიმალურად ვლაპარაკობთ ამ ყველაფერზე და არანაირად არ გავჩერდებით არასდროს პირიქით, როდესაც რაღაცა დაბრკოლება და პრობლემა გვაქვს ამას მაქსიმალურს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს და ეს ძალადობა საერთოდ ამოვიღოთ დღის წესრიგიდან ყველანაირი სახით. სიტყვიერი, ფიზიკური თუ როგორი ძალადობაც შეიძლება წარმოიდგინოთ. კი ბატონო, რახან კომპეტენციაზე და ცოდნაზე ვლაპარაკობთ, ესეც მინდა გკითხოთ, ანუ ერთია რომ პასუხისმგებლობა წლების განმავლობაში კაპიტანის რანგში, მაგრამ თან ლექციებსაც კითხულობ და ლექციაზე რო შეხვედით, ბუნებრივია უკვე ჩამოყალიბებული გამოცდილი კაპიტანი იყავით, მაგრამ ის შეგრძნება ხო არ გქონდათ რა ხალხს ეჭიდებით რაღაცას და ანუ რაღაც განიცდით თუ უკვე ეს პირდაპირ შეიტანეთ. ვიცით რა კონკრეტულ შემთხვევაში მე რაც მეხება, ჩემთვის არ იყო რთული, იმიტომ რომ მე ყოველთვის აი მთელი 25 წელიწადია ზღვაში ვარ, ასე ვთქვათ. ყოველთვის ვიყავი ამ პროცედურებთან, თეორიასთან, როგორც პრაქტიკასთან ყოველთვის ახლოს და ჩემი თავის განვითარებისათვის ყოველთვის აი ეს საქმიანობა, რასაც ქვია ელემენტარულად პროგრამების დამზადება, სხვადასხვა кейსების მომზადება, ამას მე ჩემთვის ასე ვთქვათ, ცალკე ვინიშნავდი
აკადემიის დამთავრების შემდეგ კვლავ ჩემი თავის განვითარებისათვის ზრუნავდი. შესაბამისად, შემდეგ როდესაც დავაგროვე ეს ცოდნა, რომელიც საჭიროდ ასე ჩავთვალე, რომ გადავცე სხვა მეზღვაურებს და მე ნატრულობ, რომ ქართველი მეზღვაურები მოხდნენ ჩემთან გემზე, რომ მათ დიდი ცოდნა გადავცე. ნუ ვიყავი რამოდენიმე წელი აკადემიაშიც ვასწავლიდი და შემდეგ რა თქმა უნდა მოწვევით დავიწყე ნავიგაციის. ეს არ იყო რთული, პირიქით ერთგვარად სახალისო იყო, მაგრამ ჩემი აქცენტი არის ხარისხზე დამოკიდებულება. ანუ სწავლება ნებისმიერი საქმე უნდა იყოს ხარისხიანი. არის ორი მხარე, ფორმალური და არის ხარისხიანი. აი სწორედ ჩემი მიმართულება არის ორი ხარისხზე მიმავალი. ჩვენ სფეროში, საზღვაო სფეროში, რაც თუ მოხდა და რაც თუ გჭირს, ეს არის სწორედ პრობლემა დაბალი ხარისხისა. ამიტომ ჩვენმა საზღვაო სექტორმა უნდა გააკეთოს რეაგირება და მიზანი უნდა იყოს ხარისხის მაღლა და რატო? რაოდენობრივი ზრდით, რა თქმა უნდა, კარგია რაოდენობრივი მეზღვაურების გაზრდა, რაოდენობრივად, მაგრამ ჩვენ ვერ გავუსწრებთ ისეთ ქვეყნებს, რომ გიგანტები, მაგალითად ხუთეულში ჩინეთი, რუსეთი, ფილიპინები, უკრაინა და ინდოეთის ქვეყნებია, ხო? აი მაგალითად ჩვენ სადღაც 12-14000 მეზღვაური ვართ, რუსი მეზღვაურები 150 მეზღვაური, 1000 მეზღვაური. საკონგო კომპანიები, გემთმობელი კომპანიები რაოდენობრივად დიდი მეზღვაურთა ბაზა სადაც აქვს, ძირთადად, ამიტომ ჩვენ ხარისხით უნდა მოუგოთ მათ, თუ ჩვენ კარგ ხარისხს თანდათანობით, რა თქმა უნდა, ეს რაოდენობრივად, მაგრამ ის რომ გეზი აიღო მხოლოდ რაოდენობრივ გაზრდაზე, ხარისხის არ ქონის შემთხვევაში და მაყურებელს ალბათ გაუჩნდებოდა ესეთი შეკითხვა კონკრეტულად დავაკონკრეტოთ რას გულისხმობთ მაღალ ხარისხში. ერთი გავიგეთ ის რომ კონვენციის წესები უნდა გავითავისოთ და გავითვალისწინოთ და ყველა მიცოდეს თავისუფლებები, შემდგომ აი რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი. ხარისხში გულისხმობ ელემენტარულად პროფესიონალ მეზღვაურების მაღალ დონეს, რაც გამოიხატება თავისთავად დასაწყისში, ქვედა დონეზე, სასწავლებლებში კარგი სწავლება, საზღვაო სააგენტოში კარგი თანამედროვე მაღალი დონის საგამოსტო სისტემა, საზღვაო საზღვაო ცენტრებში კარგი მომზადება და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა შემდეგ გადამზადების პროცესში მეზღვაურთა კარგი და ბოლო კითხვაც ძალიან გთხოვთ მინდა დაგისვათ, იმიტომ ჩვენ ახლა გიორგი გითხრა რომ ძალიან თამამი თაობა ვართო და ღიად საუბრობთო ნებისმიერ საკითხზე. თქვენ როგორ შეაფასებდით ახალ თაობას მათთან უშუალო კომუნიკაცია გაქვთ, როგორები არიან? მათ პლუსებზე და მინუსებზე ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, უფრო თამამები არიან, მეგობრულები, სხვათა შორის მომწონს, რომ აი 100% დისციპლინარები არიან. ყოველ შემთხვევაში ჩემს მე ვისაც ვასწავლე ასეთი დამოკიდებულებაა. ვიმედოვნებ, რომ გემზეც ასეთები იქნებიან, იმიტომ რომ გემი ზოგიერთ ცვლის, ასე ვთქვათ, უფრო ხო გათამამების შემთხვევაში უფრო უნდა იყოს დისციპლინა, გემს დისციპლინა სჭირდება და რაც შეეხება თქვენს დასმულ შეკითხვას კურსანტებმა, ანუ ახალმა თაობამ ყურადღება უნდა მიაქციოს კვლავ იმ საკითხს უბრუნდები კომპეტენციას. დღესდღეობით ყველაფრის აღება შეიძლება მაგალითად სოციალური ქსელები და უამრავი ინფორმაციის წყაროა, მაგრამ ერთი რამა ინფორმაცია, მეორე რამა კომპეტენცია. ამიტომ ჩვენ თუ გინდა იყო პროფესიონალი, საჭირო არის დაეუფლო ასე ვთქვათ კომპეტენციას და შესაბამისად ამისათვის საჭირო არის უფრო მეტი ძალისხმევა პროფესიონალიზმის მისაღწევად. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს სტუმრებს და მშვიდობიანი ნაოსნობა ყველა ქართველ მეზღვაურს.